სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა. ირაკლი კირცხალიას თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კარგად ორგანიზებული სიძულვილისა და ტერორის კამპანია უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების, დონორებისა და რიგ შემთხვევებში უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ არის წახალისებული. დაფინანსებული NGO-ების, უცხოელი დონორების და რიგ შემთხვევაში პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერაა წახალისებული. მიუხედავად იმისა, რომ მართველი გუნდის მიერ ყველა პოლიტიკურ დონეზე არაერთი მაღალი ტრიბუნიდან არაერთხელ გაკეთა მოწოდება შესაბამისი დონორებისა და კონკრეტული საელჩოების მიმართ კაცრად დაგმობილიყო ორგანიზებული ტერორის კამპანია, პასუხად ცინიზმი და ექსტრემიზმის წახალისება მივიღეთ. შედეგად აღარ არსებობს ზღვარი სიტყვიერ კრიტიკასა და სისტემურ სიძულვილს შორის. მისი მიზანით სახელმწიფო სუვერენიტეტის და მისი ძირითადი ინსტიტუტების სტაბილურობის შერყევა. ამის პასუხად ჩვენი გუნდის პოზიცია იყო და არის პრინციპული. სიძულვილის ენა იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი. უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერის სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას. რამაც როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელმწიფო მოსამსახურისთან გათანაბრებული პირის ან და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა გინება, მასზე შეურაცხყოფელი გადაკიდება ან და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. შესაბამისად, ფრაქცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ გარედან დაფინანსებული სიძულვილი ენის კამპანიის sapasუხოდ ვიწყებთ სამართლებრივ დავას და საჩივრით მიმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ერის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება.